გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკო და დღეს ვისაუბრებთ ისეთ მნიშვნელოვან თემაზე, როგორიც არის არქტიკა და მის ირგვლივ შემოკრებილი ეს სხვადასხვა გეოპოლიტიკური თეორიები, ის გლობალური მნიშვნელობის მქონე სახელმწიფოები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები არქტიკისათვის ბრძოლაში ერთგვარად. დღევანდელი ეპიზოდში ასევე, რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ სხვა მნიშვნელოვან აქტუალურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარია დავით ჩიხელიძე. მადლობა პირველ რიგში რომ გესტუმრე. მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე და მოდი თან წარმატებულს რო თქვენს წამოწყებას თქვენს პოდკასტს. მადლობა. მნიშვნელოვანია სხვათა შორის, იმიტომ რომ ყველა ესეთი ახალი სტილის წამოწყებებს საჭიროებს თანადგომას და მეტად აქტუალიზებას, ესე ვთქვათ, ყველასაგ ამბიცია, მაგრამ მაინც ალტერნატიული მოსაზრებების მაქსიმალურად გაჟღერდეს საზოგადოებაში. მოკლედ გადავიდეთ ახლა თან ეგრევე საქმეზე. რატომ გახდა ერთდროულად მივიწყებული ეს გეოპოლიტიკური სივრცე აქტუალური 21 საუკუნეში და თან გახდა არ მხოლოდ აქტუალური, არამედ ისეთი სახელმწიფოების ინტერესის საგანი გახდა, რომელიც შეიძლება საერთოდ არ იცაზღვრებოდეს, ხო, ამ სივრცეს რეგიონს, ჩინეთზე მაქვს საუბარი და ეს სამი დიდი ეს ერთგვარი პოლუსი, გლობალური ძალა, შეერთებული შტატები, რუსეთი და ჩინეთი, ცდილობს რომ რამენაირად იქ თავიანთი ძალაუფლება აქ საზოგადოებაში ფართოდ არის მიღებული რომ მარტო გრენლანდიის საკითხი განიხილება. ანუ არქტიკა არ არის მხოლოდ ერთი კუნძული, არის ანუ სხვა უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც თავის მხრივ მრავალ წაღისეულს შეიცავს და ასევე არის ალტერნატიული გზა ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ხიდი. დღევანდელი მოცემულობით აქ მხოლოდ დანიის საკუთრება არ არის, ანუ არქტიკა ზოგადად დაახლოებით 53% არის რუსეთის საკუთრებაში. ასევეა მოსაზღვრე არა პრაქტიკულად და მაგითო. ასევეა კანადა, ნორვეგია მცირედი ნაწილი, ამერიკა და დანია. ისლანდიაც მათ შორის მცირედით. ისლანდიის უყურეს ძალიან უმნიშვნელო და ნორვეგიაც 3%-ია მაქსიმუმ მთლიანი არქტიკის. ძირითადი მოთამაშეები არიან რუსეთი, დანია გრენლანდიის გამო, კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. დღევანდელი მოცემულობით, რადგან ეს იგივე კლიმატის საკითხის გამო გრენლანდიაში არის დღევანდელი მოცემულობით დაახლოებით პირობითად აი სოფლიოში რაც არის აღმოჩენილი გაზის საბადოები 30% არის არქტიკაში. ასევე ნავთობის 13%-მდე. ეს შესაძლოა უფრო მეტიც იყოს, მაგრამ დღევანდელი მოცემულობა რაც არის დადასტურებული ამ მონაცემებზე, ასევე არის მრავალი წიაღისეული, რომელიც დეფიციტურია და გამოიყენება იგივე ელექტრომანქანებში, ბატარეებში და ასე შემდეგ. ის იშვიათი მიწა მინერალებზე როცა არის საუბარი და კი ბატონო. და დღევანდელი მოცემულობით ზოგადად არქტიკა და არა მხოლოდ გრენლანდია დასახლებული არის ნაკლებად დასახლებული ტერიტორია და იქ ტრანსპორტის მოძრაობის კუთხითაც გემების გადადგილება უჭირთ, რადგან არის ყინულოვანი. მაგრამ ისეთია ტენდენცია, რომ შესაძლოა ერთ-ერთი თეორიის მიხედვით პირობითად 2030 წელს არქტიკა იყოს ყინულის გარეშე. და იქ უკვე როგორც სამგზავრო ასევე სხვა ტურისტის გადაცემის კუთხით ახალი შესაძლებლობა იხსნება მსოფლიოს რომ უფრო მარტივად დააკავშიროს ერთმანეთთან გარკვეული ხალხები და რეგიონები. ჩინეთი 2018 წელს განაცხადა კიდეც რომ მას სურს არქტიკაში ახალი აბრეშუმის გზა გააკეთოს. და ამისთვის რაღაც მოსამზადებელი სამუშაოები ჩაატარა და გარკვეული თანხებიც დააბანდა. რადგან ჩინეთს არ აქვს იქ თავისი საზღვარი, ასე ვთქვათ, ის ამბობს რომ არქტიკასთან ახლოს მდებარე ქვეყანა არის და მასაც ინტერესები აქვს და თავის ინტერესებს ახორციელებს ოღონდ რუსეთის დახმარებით. დღევანდელი მოცემულობით რაც არ უნდა ჩვენ ვისაუბროთ, რომ რუსეთს დაჟანგებული სამხედრო ტექნიკა ყავს და თანამედროვეობაზე მას პრეტენზია არ უნდა ქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის შემდეგი, რომ დაახლოებით არქტიკაში არის 66 სამხედრო ობიექტი, რომელიც არის რუსეთის საკუთრება. ასევე მის განკარგულებაში და არქტიკაში მოძრაობს მუდმივად წყალქვეშა ბირთვული რამდენიმე გემი და ასევე სხვა ყინულმჭერლი გემებზეა კიდე საუბარი, ბირთვული ყინულმჭერლი გემები აქვს. ესეც უკვე რამდენიმე ათეული არის. და 50-მდე ზოგადად ყინულმჭერლი გემები და ასე შემდეგ. ბირთვული ომი დაიწყება სხვა რაღაც საფრთხე დაემუქრა რომელი ქვეყანას ერთ-ერთი წერტილი სადაც ან მოხდება ბომბის გაშვება ან გაივლის არის არქტიკა. ამიტომ მასე კონტროლი არის მნიშვნელოვანი რომ იგივე თუნდაც შეაჩერო და GDP-მა იგივე თქვა დაახლოებით რომ ჩვენ იმიტომ გვჭირდება გრენლანდიაზე კონტროლი რომ გარკვეული საფრთხეების შემთხვევაში დროზე აღმოვაჩინოთ ეს საფრთხეები და მათი ასე ვთქვათ ჩამოგდება უძლუროდ. ეხლა უკვე გრენლანდიის შემთხვევაში ტრამპს რადგან არქტიკაში ფაქტობრივად მის ტერიტორიაზე 9% არის რაც მას ეკუთვნის, ჭირდება რეალურად იმის გარანტია რომ თუ რაიმე საფრთხე დაემუქრება ის აკონტროლებს ბუფერულს, ასე ვთქვათ,
და ეს საფრთხე არ მიაღწევს ამერიკის შეერთებულ შტატებამდე. ხოლო ახლა მისი ეს პოზიცია რომ იცი რა მე იმიტომ მინდა დავიპყრო გრენლანდია რომ იქ რუსეთი და ჩინეთი არ შევიდეს, ანუ ძალიან სასაცილოა იმ კუთხით რომ ანუ პუტინიც მაგ ლოგიკით იგივეს მოქმედებს. ეს გაახსენეს კიდევ ეს ევროპაში ბევრმა თქვა, მათ შორის დაიწერა Daily Mail-ში დაიწერა, რომ თუ ესეთი ნარატივი გაბატონდება დისკურსში, ეს გულისხმობს იმას, რომ პუტინის ყველა ეს პრეტენზია დაახლოებით იგივე ლეგიტიმურია და ამავდროულად ახლა რაც იგივე ჩინეთ-ტაივანის კონფლიქტი რაც არის, იქაც ანალოგიურად ჩინეთი მიიჩნევს, რომ იქ რომ გაბატონდეს პირობითად ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ მის საკუთრად ეს მიწა და მისი არის, ხო? ამიტომ ეს ნარატივი რომ იცი რა მე ამ თავს ვარიდებ კუნძულის რუსიფიკაციას, ასე ვთქვათ, ეს არის უბრალოდ გამოგონილი მიზეზი, როგორც ის რომ აი მადუროს მოტაცება, ანუ არარუსულ გრენლანდიას. ხო, პუტინიც იგივე რომ გააკეთოს უკვე შენ აღარ გაქვს სამართლიური ბერკეტი, რომ მაშინ მოედაო, რადგან ამერიკა ვინც ერთდროს იყო დემოკრატიის, ასე ვთქვათ, წარმომართველი და პირველ ნაბიჯებს გამდა ყოველთვის და მას ბაძავდა შემდგომ მთელი მსოფლიო. დღეს ხედავთ რომ რაღაც გადავიდა ეს საერთაშორისო სამართალი მეორე პლანზე გადავიდა, წინა პლანზე წამოვიდა ძალა და რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების გარდა სხვა რამდენიმე სახელმწიფოს გააჩნია, მათ შორის ანუ იგივე ჩინეთი ავიღოთ, რუსეთი და ინდოეთიც არ არის, ანუ თავის ეკონომიკით და სამხედრო პოტენციალით კი არ არის ნამდვილად ქვეყანა, რომელიც ჩვენ არ უნდა მივიჩნიოთ ამ ძლიერ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ანუ აქ უკვე ეს ტრამპს აქვს მტაცებლური თავისი, ასე ვთქვათ, ეგოთ აკმაყოფილების სურვილი და ის თუ გრენლანდიას დაისაკუთრებს, ამით იქნება ერთ რომ მას ექნება ნავთობის დიდი მარაგები და წვდომა გაუჩნდება ბევრ მინერალზე, რომელიც ანუ არის უკვე ამოწურვადი მსოფლიოში, ან კიდე ძნელად მოპოვებადი არის და ამის გამო მისი ფასადაც მაღალია და მეორე მხრივ ის არქტიკაზე ფაქტობრივად ქვეყანა, რომელსაც არქტიკაში სადღაც მაქსიმუმ 10% ეკუთვნის, მოიპოვებს დიდ ტერიტორიას და მასზე გაბატონებას შეძლებს. რაც თავის მხრივ იქნება იმ წინაპირობა, რომ რუსეთი და ჩინეთი იქნება უკან დაიხმაროს დღევანდელი მოცემულობით ამერიკის მთავარი мотиваცია უნდა იყოს არა ის, რომ რუსეთს შეერკინოს, ასე ვთქვათ, არამედ ის, რომ ჯერ რუსეთს დაეწიოს და შემდგომ გადაასწროს, რადგან რუსეთი გარდა იმისა, რომ იქ ყავს სამხედრო ბაზები, წყალქვეშა გემები და ასე ვთქვათ, სხვა ავიამზიდები და ასე შემდეგ. ერთი საინტერესო არის, რომ ჩინეთთან თანამშრომლობით რუსეთი აკონტროლებს არქტიკის დიდ პერიმეტრს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით და მათი, ასე ვთქვათ, გეგმა არის, რომ დაახლოებით 4 წელიწადში არქტიკის 80% უნდა იყოს კონტროლირებული რუსეთის მიერ, ოღონდ ჩინური ტექნოლოგიების დახმარებით. ეს მიანიშნებს, რომ ანუ ამერიკა ამ პერიოდში არქტიკაში არის წარმოდგენილი ფაქტობრივად ანუ ნულოვანი პოტენციალით, ასე ვთქვათ, რომ მას ნატოს ეგრით ყავს რამდენიმე ბაზა გაკეთებული და მისი ნავებიც იქ არ მოძრაობენ, ხოლო რუსეთმა იქ დაახლოებით რაღაც ნახევარი საუკუნე და უფრო მეტი რაც დაიწყო იქ აქტიურად ფეხის მოკიდება. და ჩინეთი ამიტომ ხოლო ჩართული არის იმ კუთხით, რომ ეხმარება რუსეთს ამ ტექნიკური ნაწილში და მეორე ის არის, რომ გარკვეულ თანხებს დაწახებები მინდა გითხრათ, რომ არის ანუ ასობით მილიონი აბანდებს თითქოს და რაღაც მეცნიერული კვლევის ჩასატარებლად, მაგრამ რეალურად ეს ჩინეთი. მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ ფეხი მოიკიდოს როგორმე და იქაც თავის ნიშა დაიკავოს, თუნდაც მეცნიერული კუთხით. მაგრამ მას ანუ სხვა ალტერნატივა არ აქვს და ამერიკას უნდა ახსოვდეს, რომ ამერიკა რეალურად ანუ მარტო რუსეთს კი არ ეომება, ანუ ეწინააღმდეგება რუსეთი და ჩინეთი არიან ერთად დღეს. ესეთი მოცემულობა მათ ჭირდებათ არქტიკაში გაბატონება და მათი მნიშვნელოვანია იქ ამერიკა არ იყოს. ასევე იქ მნიშვნელოვანია ევროპისთვის, რომ რაც გამყოფი ხაზი ევროპისთვის, იქ თუ ამერიკამ თავის ინტერესები გაატარა, ევროპის ეს ანუ რაღაც სილის გაწუნა არის, რომ მე ანუ ამერიკა ეუბნება, რომ არ ვაღიარებ შენს არანაირ პოზიციას, შენს სუვერენიტეტს და მე მინდა ეს გრენლანდიის ნაწილი და ამიტომ ამას გართმევ. შესაბამისად, აქ უკვე ამ ბაზარზე, ასე ვთქვათ, ამ მიწაზე ჩდება რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, ანუ ერთი ევროპის სახით და ცალკე დანია რომ ავიღოთ ჩვენ, ხო, ტრამპმა მართალით თქვა, რომ ორი მარხილიანი ძაღლი ყავთ და ეგ არის მთელი გრენლანდიის. ეხლა ჩაიყვანეს 13 მილიონი ჩაიყვანა.
ეხლა იგივე გერმანიამ ჩაიყვანა 13 ჯარისკაცი და 2 დღეში უკან წაიყვანა იმის გამო რომ შუალედში თან ტრამპმა შუალედში დაუწესა ახალი საგადასახადო ტარიფები და ამიტომ ეს ჯარისკაცები წაიღეს. ეს კი სიმბოლური ჟესტი იყო, მაგრამ ესეც ანუ გასაგებია სულად მათგან. უბრალოდ იმის გამო რომ ევროპას გრანდის დაცვა არ შეუძლია. აქ ერთი გრანდი ევროპა ჩანს, ეს ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი ეს და კანადა ცდილობს რადგან კანადას იქ 20%-ზე მეტი მიწა აქვს არქტიკაზე, რაღაც კუთხით როგორმე ეს თავისი გავლენა გაზარდოს და მისმა პრემიერმა თქვა, რომ ჩვენი დიდი შეცდომა იყო, რომ არქტიკას არ უთმობდეს სათანადო ყურადღებას, რადგან თუნდაც იგივე გრენლანდიის დედაქალაქამდე კანადიდან 1 საათის გზა არის, მეტი არ არის. და ეს ჩვენი სტრატეგიული შეცდომა იყო, რომ ამდენი ხანი ჩვენ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. და დღეს იქ უკვე კანადა და საფრანგეთი თავის ესე ვთქვათ საკონსულოებს ხსნის აქამდე მხოლოდ ამერიკას ქონდა და ისლანდიას მეც საკონსულოებს ვნახებ ფოტო რა გავრცელებული იყო რაღაცა ისავით არის ხის კოტეჯივით ისლანდიაში სხვანაირად ცოტა იქ უბრალოდ ეს სიმბოლური ჟესტია რა თქმა უნდა იმიტომ რომ ეს რომ ხარი დაუჭირო ერთი გრანდის დამოუკიდებლობას და მეორე აჩვენონ ესე ვთქვათ თავისი ერთგულება ამ მიწის მიმართ. და იქ საინტერესო რომ ანუ რაღაც მოძრაობები დაიწყო, მაგრამ ამას წინ უძღოდა კანადის პრემიერ-მინისტრის ჩასვლა ჩინეთში. რა თქმა უნდა, იქ ხლა ოფიციალურ დონეზე გაკეთა განცხადები, რომ მხოლოდ განიხილეს ჩინური ელექტრომობილების კანადაში შეყვანა რაღაც გადასახადის გარეშე 60 ავტომობილი წელიწადში შევა შეღავათიან ფასად და დანარჩენს უკვე გადაიხლის ჩვეულებრივ გადასახადს და სანაცვლოდ ჩინეთი იყიდის სოფლის მეურნეობის კულტურებს კანადისგან. ეს იყო ის რაც თქვენ პრესას მაგრამ რეალურად იქ განსახილველი თემა უფრო ბევრი და დიდი იყო ვიდრე მხოლოდ და მხოლოდ სავაჭრო სანამ ჩინეთზე გადავალთ და ჩინეთის მოცდელ ხარ ჩინეთთან საინტერესოა კიდე სხვებით ჩავიდნენ აი ამ ბოლო პერიოდში და სანამ მან გადავალთ ერთი რაღაცა თან ესე რეზიუმესავით მაყურებელს გაიგოს შევაჯამოთ. ანუ არქტიკა ეს არ არის მხოლოდ უმოკლესი სავაჭრო გზა, ასევე არის გლობალური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაკუთხედი ხდება. იქიდან გამომდინარე რომ თუ ხედავთ კიდევ რომ ეს ძირითადი პოლუსები აი ამ მრავალ ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების ეპოქაში, რაშიც ახლა ჩვენ ვართ, ეს პოლუსები არიან ერთ-ერთი დაპირისპირებული ბანაკები, მეტწილად თუნდაც ცდილობენ რაღაც მოლაპარაკებები აწარმოონ ხან უმაში, ხან სხვადასხვა ქვეყნებში, უკრაინაზე ან სხვა თემებზე. მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა ახლა ტრამპისა და სიძიპინ შორის, მაინც ესე დაპირისპირებულ პოლუსებად აღიქმებიან. და ამ პოლუსებს შორის ეს არქტიკული ზონა არის არა მხოლოდ უმოკლესი მანძილი, არამედ შესაძლო ინტერვენციისა და აგრესიის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გეოპოლიტიკური სივრცე, სადაც ეხლა სადმია წავიყვანო კითხვა, სადაც რუსეთს აქვს კოლოსალური უპირატესობა. გასაგებია რომ ის პრაქტიკულად ამ ტერიტორიაში მისი ჩრდილოეთი საზღვარი ამ ტერიტორიაშია, მაგრამ ჩვენ ახლა ნახეთ რომ ცივი ომში გაიმარჯვა დასავლეთთან და იქ ფუკუიამის ისტორიის დასასრული გამოაცხადა და მთელ მსოფლიოში რაღაც ეს ამერიკული ვესტერნიზაციის ღირებულებების მასიური გავრცელება დაიწყო. როგორ გამორჩა? ანუ ცოტა ესეთი კომიკური კი ვიღა პრემიერმა კი თქვა ბოდიში მოუხადა კანადურ საზოგადოებას, მაგრამ ზოგადად ძალიან უცნაურია რატო გამორჩა დასავლეთს და უმთავრესად ამერიკას ეს ამბავი რომ იქ რუსეთს ახლა 66 სამხედრო ობიექტი და ბაზარო აქვს, დღეს ხო არ გაუხსნიან 66 ამას. მეთოდურად ამუშავებდა ხო, ჯერ საბჭოელებს ჰქონდათ მერე 2010 წლიდან უკვე აქტიურად დაიწყო ახალი კონცეფცია შეიქმნა მიმართულებით. და ახლა დღეს რო გამოფხიზდა ტრამპი და გრენლანდიაზე დაიწყო, ხა მე გარდა ამისა, ხა ამ კითხვასთან ერთად რაც კითხე რომ რატო დაიმართა ეს დასავლეთს მეორეს რა მინდა კიდე ჩავახსოვ მოკლედ ამ თემაში. მეორეს რომ ტრამპის მესმის აბსოლუტურად რა. მესმის იქიდან გამომდინარე რომ თქვენ ყველანი უყურებდით, კანადაც და დასავლეთიც შვიდად იყო სანამ ამერიკული უსაფრთხოება იყო მათი
უსაფრთხოების გარანტი. სანამ ამერიკულ ფულზე, ამერიკულ შეერაღებაზე იყო კანადაც და ნატოც, ნატო ძირითადი ნაწილია ევროპა იყო უსაფრთხოდ და გადავიდნენ კეთილდღეობის სახელმწიფოს შენებლობაზე და იქ რაღაც 1000 სისულელეების ფულის ხარჯვაზე, რომელიც პროპაგანდაზე, რითაც შეაძულეს ნახევარსამყაროს თავიანთი თავი, ისეთი ღირებულებების პროპაგანდაზე გადაეცემა და ამასობაში რუსეთმა იქ დაიწყო რაღაც პოზიციების დაკავება და დღეს გავიღვიძათ ნახეთ რომ ყინული დნება აქტიკაში და ამ დიდ მნიშვნელოვან სივრცეში რუსეთს აქვს ნომერ პირველი პოზიცია ხო ანუ მეორე ხრი ტრამპის ის მართალია სად იყავით აქ ამ გავითვალისწინოთ რუსეთს აქვს პირველი პოზიცია და რუსეთს უკან დგას ჩინეთი რომელიც ამაში ტექნოლოგიურად ხელს უწყობს ყველანაირად ანუ არქტიკა მოკლედ რომ თქვათ არის ერთი რომ ახალი სავაჭრო გზები მინერალები ნავთობი და შემდეგ მეორე ეს უკვე არ ხო სავაჭრო გზები უშორდა ანუ მოკლე მანძილი ქვეყნებს შორის და უფრო იაფი ტრანსპორტირების ხარჯი მეორე ეს არის უკვე ეს მინერალები რომელიც ანუ ენერგომატერიალები რომელიც მნიშვნელოვანი არის ნებისმიერი ქვეყნისთვის და არქტიკა ის ტერიტორია რომ იქ არ არის პირობითად რაღაც 2 მილიონის და 5 მილიონი სოფლიო მარაგების 30% გაზი არდეს ანუ ძალიან რაც არის აღმოჩენილი კი აღმოჩენილი და მესამე უკვე არის ეს გლობალური უსაფრთხოება. რაც შეეხება რატო გამოჩნდა დასავლეთს. ჩვენ გვახსოვს რომ განსაკუთრებით არის ბოლო 15 წლის განმავლობაში. დასავლეთის საზრუნავი რა იყო? გარკვეული პიარსლები თავს მოხვეული ლიბერალური პოლიტიკა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა ხშირ შემთხვევაში ანუ ეროვნულ ინტერესებს და ხალხის პოზიციას, ანუ ხალხის მოთხოვნებს ეს ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მათი მართლა რაღაც გარკვეული ჯგუფის მიერ მართული მასა იყო გადასული იმაზე, რომ იგივე ეს LGBT თემის უფლებები, რომელიც შესაძლოა უფრო დასაცავი რა თქმა უნდა, მაგრამ შესაძლოა უფრო უხმაუროდ გააკეთოს და უფრო სხვა საქმეებს მიმართო ყურადღება. იგივე ეს ახლა უკრაინის თემა, ანუ 14 წელს რომელიც დაიწყო ომის თემა და შემდეგ და იმდენად თავს ილუზიურ სამყაროში ცხოვრობდა დასავლეთი აქამდე და მიმართული იყო სხვა მიმართულებებით იგივე ერაყი ავიღოთ ამიტომ თან ის იყო რა ეხა აწუხებდა ირანში ქალთა უფლებები მაგრამ ეფშტეინის სკანდალი რომ დაიწყო ეს ამაზე ხმას არ იღებს ის კასტა ლიბერალურ კასტაზე მოგსაუბარი ანუ მათი სამართალიც ანუ თავიანთ პრინციპებშიც კი შერჩევითია საკმაოდ კი მათი ანუ ეს მორალი და სამართალი გამბუდებული ანუ მე თუ დღეს რაღაც მაწყობს ანუ ეს არის მისაღები ჩემთვის რაღაც მიუღებელი რომ თვითონ კი საზღვარგარეთ რა არის მისაღები და მიუღებელი ვიღაცა ეუბნება ზემოთ რომ ეს ამაზე უნდა იყვირო ამაზე თორემ დახვდა უნდა ეს გეოპოლიტიკურ პროექტის ნაწილი იყო მეტი აი ახლა აი გუშინ რომ გამოქვეყნდა გარკვეული რაღაც მასალები წერია რომ ევროკომისია პირდაპირ სიძულვილს ენად მიიჩნევს იმას რომ ბავშვი არ შეიძლება იყოს ტრანსგენდერი, მაგრამ ბოდიშა თუ ბიომას თუ უწოდებს შენ ადამიანს. ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ეგ ძალიან კაი რას გაიცნობი ხა შენ. ესეთი ცუდი წარმოდგენები აქვს მათ საზოგადოებას და როცა შენ ცხოვრობ ასეთი ილუზიურ სამყაროში, ამ დროს ვიღაც სხვა ადამიანი მოვა, სხვა ქვეყანა მოვა და ის რეალურ საქმეს გააკეთებს და ამით ისარგებლება რუსეთმა. ამიტომ რომ არქტიკა რომელიც იდეაში ჩვენი მოსაზრებით და მრავალი სხვა ადამიანის მოსაზრებით არის ყინულით სავსე რეგიონი, იქ რა უნდა იყოს, ანუ კიდევ კარგ ხანს არაფერი არ მოხდება, მაგრამ რუსეთმა დაინახა, რომ იქ პოტენციალი არსებობს, თან რაღაც თავისი კლიმატიდან გამომდინარე, რუსებიც შეგუებული არიან უფრო მსგავს პირობებში მუშაობას და მათი გააკეთეს, ანუ ჩათვალე, რომ რუსეთი დაახლოებით 50-60 წლის ანუ წინ წავიდა არქტიკის მე არ ვძახი, ანუ დაახლოებით ის კი თემა ხო აი კოსმოსის ამბავში რო დაემართა დასავლეთ საბჭოთა კავშირის ამბავში რო ხო ანუ დაფრინდნენ და მე უცებ გამოცდილ ანუ ესენი ხო თურმე გაფრინა შეიძლება და ჩვენც რაღაც უნდა გავაკეთოთ და ანუ რეალურად ნახეთ ახლა მე რა ხდება რუსეთის სხვა ქალაქებში მაგრამ რაც ხდება არქტიკაში ჩინეთის დახმარებით ან რუსეთი ტექნოლოგიურადაც კი ამერიკაზე წინ არის ეს არ არის მითი ეს არის მოცემულობა რომელიც უნდა მიიღოს სოფლიო. კი თვითონ აღიარებენ კაც ჩვენ ერთი გები ყოლს და იმათო ისა რა ქვია 50-იო. კი რამდენი ანუ მარტო წყალქვეშა ბირთვული ნავი მოძრაობს ყოველდღე ყინულის ქვეშ და შესაბამისად ანუ ეს ბევრად წინ წავიდა როცა გამოფხდა და ამერიკაში დღეს მოვიდა ერთ ახალი ძალა რომელიც ამ ლიბერალებს არის ბევრ საკითხში არ ეთანხმება უფრო ძალაზე დაფუძნებული პოლიტიკას. ახალი ელიტა ანაცვლებს ძველი ელიტას მე ეს ძალთა ახალი ელიტა ახალი იდეოლოგია და ეს შეიმეს აიღეს. იცლება გარკვეულ ძალთა ბალანსი თუ ამერიკაში წასვლა და თუ ადრე მათთვის თავარი იყო იქ რევოლუციების მოწყობა, ამაში ფულის ჩადება, NGO-ების გაძლიერება. დღეს ნაუბერო ან მე არ მჭირდება მე რაღაც ქვეყანა დავიპყრო NGO-ში ფული გადავყარო, არ მჭირდება რაღაც
რევოლუციაში ლიდერები დავაფინანსო პირდაპირ მივალ ძალით დავიმორჩილებ. სწორედ თან ისედაც უკვე ყველამ ვიცით რომ იგრე ხდება და უბრალოდ ის კარგად იყო შეფუთული. თავიანთ ბაბლს უფრო ატყუებდნენ მე ამის მომენტი. ვიდრე დანარჩენ საზოგადოებას. მიხვდნენ რომ თავიანთი ბაბლის იმედად ყოფნა უკვე აღარ შეიძლებოდა და დაიწყეს აი ამ უკვე ძირ გამომპალი ბაბლის ჩამოშორებაც რა. მოდის ახალი ელიტა, ახალი იდეოლოგიით. და რადგან დაიწყო ძალაზე ტრამპ აქცენტს გაკეთება, მადუროს თემა იყო პირველად რომ ეხლა მადუროს ასე ვთქვათ მოშორება ბჭყალებში სხვა ადმინისტრაციასაც შეეძლო ჩვეულებრივ. არ იყო პრობლემა, მაგრამ პოლიტიკა იყო მაშინ სხვანაირი, უფრო ვითომ ეს დემოკრატიის მანტიის ქვეშ და თამაშობდნენ რომ დემოკრატები იყვნენ და შესაბამისად მოვიდა ტრამპი, მადუროს თემა იყო რომ ეს რა თქმა უნდა ეხლა იქ დემოკრატიაზე ყველამის რომ არავინ არ საუბრობს, ეს ანუ არის ვენესუელა ერთ-ერთი პირველ ადგილზე არის თავისი ნავთობის რესურსი, რაც არის დღეს გაცხადებული და რაც მარაგების შესახებ და ტრამპის მთავარი მოტივაცია არის ნავთობი, რომელიც თავის მხრივ გარკვეულ ქვეყნებს პრობლემებს შეუქმნის. და რადგან ეს მაინც ტრამპი მოწადენებული რომ ამერიკა კვლავ ძლიერი გახადოთ მისი დევიზია არქტიკაში მან თვალი პირველ რიგში დაადგა ჩემი პირადი პოზიცია რომ ამ მინერალების გამო რადგან ის არის აუთვისებელი სივრცე თუნდაც იგივე ადამიანების ცხოვრებით კუთხით რადგან ახლა ყინული ყოველწლიურად ნება და იქ უკვე თუ პირდაპირ მოგზაურებს რომ კითხო რომელიც იქ უწევთ მოგზაურობა თუ წინა წელს რაღაც მონაკვეთზე ყინული იყო დღეს რო უკვე იქ გაივლიან წვანემდელო არის რადგან ის ურბანულადაც საინტერესო არის და მეორე ეს არის რომ შეიძლება დიდი რაოდენობის ფინანსური სარგებელი ნახო ამ ქვეყნის კონტროლით და რამთავარია ეს ანუ კოლონიზაციის ეპოქა არ დასრულებულა არა უბრალოდ ცოტა რაღაცა ესე ვთქვათ შობლებაში იყო გასული იყო და დაბრუნდა კოლონიზაციის დაბრუნდა და ახალი ენერგიით არანაირი სახელმწიფო ინტერესები ახლა ტრამპი ამბობს რომ პირობითად და რაღაც სადარისოების ფურცელი რომ დანიას ეკუთვნის ნამდვილად ეს ტერიტორია ხო ანუ ამდენი თუნდაც პირველი პრეზიდენტობის დროს ანუ სად იყო მაშინ უბრალოდ დღეს პოლიტიკა არის შეცვლილი თქმა უნდა გრენლანდიასთან ეხლა ბუდიშოცა შეხედათ ანუ არქტიკას იქ ყველაზე ესეთი მსუყე ნაჭერი და ისეთი ქვეყნის რომელიც ვერ გაგიწევს წინააღმდეგობას არის გრენლანდია რომ იქ რო ყოფილიყო ანუ სხვა რაიმე ტერიტორია იგივე თუნდაც ისე ავიღოთ ნორვეგიის საკუთრებაში დიდი ტერიტორია უფრო ფართობი მაშინ ეს იქნებოდა არა დანია არამედ ნორვეგიის პრობლემა უბრალოდ რუსეთს ვერ გაუპეტა და რომ ყველაზე სუსტი ვინც ნახა და ყველაზე მსუყე და ესეთი კარგი ნაწილი დაიწყო მისი ექსპანსია სურსხოლაშ და აქეთ მიდის მოკლედ საქმე. გრენლანდიაზე სხვადასხვა იყო ერთი საინტერესო მომენტი რა ისტორიაში. ფაშისტისა ნაცისტებთან მეორე სოფლიო ომის მოკლედ პერიოდში როდესაც დანიის ოკუპაცია მოახდინეს, ხო? გრენლანდიაში შეიჭრენ ესე იგი ფარული ისინი ქონდათ რა ბანაკები და მოკლედ რატო ქონდათ ეს ფარული ბანაკები გერმანელებს ისინი ამბობდნენ რომ ესე იგი ევროპის კლიმატის დიდი ნაწილიო ჩამოყალიბების პროცესში პირველად პროგნოზირება მარტივია გრენლანდიიდან და ეხლა ომში ამის ამბავი ხა სად რა როგორ იქნება ძალიან მნიშვნელოვანია და კი და გრენლანდიის დაცვის მიზნით გადავიდნენ სწორედ ერთ-ერთი მოტივი ის იყო გარდა იმისა რომ ამის გარდა იქ კიდე რადარების ბალისტიკური რაკეტების კონტროლისათვის შევიჭრენ ამერიკელები და დღემდე იქ დაარჩნენ. ანუ ამერიკელებმა რომ გრენლანდია ოკუპაციას გადაარჩინეს ეს მართალია ტყუილს არ ამბობენ რა, მაგრამ მაგ ლოგიკით მაშინ ნახევარი ევროპაც გადაარჩინეს თავიანთი გაგებით. გადარჩენა თუ დღეს ჩვენ საუბრობთ ანუ რაღაც სუვერენულ სახელმწიფოზე მისი ინტერესების დაცვაზე, ანუ აქ უნდა იყოს გათვალისწინებული დანიის ინტერესიც და ევროპის ინტერესიც. შეიძლება რაღაცა კომპრომისული შეთავაზებას მონახონ ხარ, მოდი ნატოში გავაძლიეროთ. ეგ ერთ-ერთი ვარიანტია ნატოში გავაძლიეროთ ეს მიმართულება და არ შევეხოთ რა ხა ერთმანეთის სუვერენიტეტს, იმიტომ რომ მაგრამ ნატო ამნია აქტუალური ამერიკისთვის ეგეც საკითხავია უკვე. ერთ-ერთი ვარიანტია განიხილება რომ გრენლანდიაში ანუ შეზღუდვა არ იყოს იგივე ჯარის რაოდენობაზე ან თუნდაც რაღაც ტექნიკის განლაგებას და ულიმიტოდ შეძლოს ამერიკის შეერთებული შტატების განალაგოს ანუ ნატოს ეგეთი თავის ჯარისკაცები. მაგრამ აქ უბრალოდ ისევ და ისევ შეთანხმებაზე მივიდივართ ან ტრამპს მარტო არ აკმაყოფილებს იქ ჯარის ყოფნა. ტრამპს უნდა გარკვეული სარგებლის მიღებთ, რომ ტრამპი ამბობს, მე უნდა და ანუ მე თუ თქვენ გიცავთ, სანაცვლოდ რაღაც ხომ უნდა მივიყო.
ის დრო წარსულ ჩაბარდა როცა ლიტერალები და ასე შემდეგ. წარსულ ჩაბარდა ის რო როცა მე თქვენ გიცავდით და არაფერს არ ვიღებთ. დღეს თუ მე ფულს ვაბანდებ, ეს ფული უნდა ამოვიღო იგივე უკრაინაში ახლა ხო, რომ თუ გაფრუნდება ხელშეკრულება სამშვიდობო ტრამპისეული ასე ვთქვათ, იქ გარკვეული პირობები არის და გაწერილია ეს ამერიკა როგორ ამოიღებს უკრაინისგან თანხას. კი და ვიცი მახსოვს კაცო მინერალების შეთანხმება რო გააფორმა უკრაინაში, თავარი პირველი კონფლიქტი მაგაზე მოვიდათ. და აქ ის არის საინტერესო, ანუ ტრამპიც ამ კუთხით რო აიღო მესმის, იმიტომ რომ ევროპა თუ დებს გარკვეულ რაღაც ფონდში პირობითად 5 მილიონს, ამერიკა დებს 100 მილიონს. თანაფარდობა უნდა იყოს დაცული ამ ყველაფერში. და ეს ანუ ევროპას უკვე აღარ შეუძლია თავისი ამ უკრაინის გამო ცალკე და ცალკე ის სოციალური პრობლემები არ თითქმის უმეტეს ქვეყნებში აღარ შეუძლია ისეთი ძლიერი იყოს, ანუ რაც არ უნდა ჩვენ ახლა ევროპაზე ვთქვათ, რომ ის დღეს ეკონომიკურად ლოკომოტივს წარმოადგენს. ევროპა ლოკომოტივი იყო ეკონომიკური დაახლოებით 20 წლის უკან, 15 წლის უკან მაქსიმუმ. იმის შემდეგ ევროპა არაფერს აღარ წარმოადგენს. და ტრამპსაც ლოგიკურია რომ შენც რომ იყო იქ იგივეს გააკეთებ რომ არ გიღირს, ჰაერში გაისროლო თანხა და როცა მე თან შენ რაღაც გინდა რომ შენი პოლიტიკა გაატარო სადღაც ეს ტიპები, ანუ ეს ობიექტები რომელსაც შენ აფინანსებ, შენ გეწინააღმდეგებიან თან. და თან გეწინააღმდეგებიან რაღაცა ილუზიური აბსტრაქტული ცნებებით და შესაბამისად ტრამპსაც ეს ასე ვთქვათ ყელში ამოვიდა, მოდი ჟარგონად ვთქვათ მუქთა ხორების შენახვა. და გაცუდი რა არის კიდე ხანა ყელში ამოგვიდა თან ჩვენ ქართველებს მე ხა ვერ ერის პოზიციას მე ვერ გავაჟღერებ, მაგრამ ანუ პიროვნულად მე ჩემზე ვიტყვი ყელში ამოვიდა რა. მე აქ ევროკავშირისა და ვაშინგტონის მაღალი ტრიბუნიდან მორალს მიკითხავენ რომ აი შენ სტინგერები 2 ცალი რატო არ მიეცი უკრაინას იქ რატო ის არ გააკეთე ადამიანის უფლებები ქუჩაში ხალხი რომ გამოვიდა მილანმა გამოჟონა და შენ ხარ პრორუსი, იმიტომ რომ რუსეთს აძლიერებ და ამ დროს 50 წელია ძინავთ რუსეთის შეიყვანა ბაზები 76 ის გახსნა რა ქვია კი ბატონო გახსნა ქარხანა ობიექტი აქტიკის კოლონიზაციას ახდენს და ამათ ძინავთ და მე მეუნებიან რომ შენთან მელანმა რომ გამოჟონაო შენ რუსეთის საქმეს აკეთებოდა ამ დროს ეხა ეს არის აბსურდი აი ეს აბსურდი თუ არ მოიშალა, მაშინ მივიღეთ კიდე იმას, რომ ჩვენ გვეგონება რომ იცი რაღაცნაირად აქ სოფლიო პოლიტიკის ბედი ვიღაცებს თქვენს უპირისპირდებიან და ისევ სასწორზე დადებს შენი ცირეერის ბედს რა. თან ხო რეალურად ეს გრანდია თავდასკუთხით მართლა მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ამავდროულად რუსეთმა აი რომარ შემეშელოს ახლა 23-24 წელს გახსნა 2 ახალი ბაზა სამხედრო არქტიკაში. და ეს ორეშნიკის რაკეტები არის ამ ბაზებზე. და მათ ბირთვული ქობინეთ გადატანას შეუძლია თან 6 ქობინეთ გადატანას შეუძლია. 500 კილომეტრი შეუძლია. 500 კილომეტრი, ფაქტობრივად ეს არქტიკიდან ფარავს ამერიკასა და მთლიან ევროპას. და აი აქ უკვე როცა შენ გაქვს პრეტენზია რომ მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს რომ აკონტროლებს სოფლიო და შენს გარშემო ჩიტივი გადაფრინდება სადღაც როგორ დავშვეს შენს ანუ ეზოში და უხეშად ვთქვათ შენს ეზოში მოვიდა ადამიანი და ბირთვული რაც ბაზები გაგიხსნა, ეს ხო ახალი ამბავია ადრინდან 23-24 წლებში ახალი თანამედროვე 2 ბაზა გაგიხსნა, თან აღჭურვა ისეთი შეიარაღებით, რომელსაც ანუ შენთვის შეუძლია რეალური საფრთხე შექმნა. ეს ხო არის? არა, მაგაზე მნიშვნელოვანი სხვა, მაგაზე მნიშვნელოვანი არის, ჩვენ რო კანონი მივიღეთ გამჭვირვალობის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი. ევროპას რეალურად ჰქონდა თავისი რაღაც ილუზიური დღესასწაული შექმნილი, წარმოიდგინე რაღაც ცხოვრობდა მათ მიერვე შექმნილი ალტერნატიულ სამყაროში. სადაც მნიშვნელოვანი იყო არა ეს სამხედრო ბაზები, არამედ ლიბერალიზმის მიერ თავს მოხვეული იგივე ეს პრაიდები პირობითად. ანუ რომლის გამოც შესაძლოა ქვეყნები გაეშავებინათო, რაღაც შეექმნათ პრობლემები იგივე ეკონომიკური კუთხით. მაშინ როცა ამ დროს ეს რუსეთი თავის საქმეს აკეთებდა და ექსპანსიას ახდენდა და თავის პოზიციების გაძლიერებას ახდენდა, ხო? და როცა შენ ხარ ესეთი ლიდერი, ანუ ეროვნული ლიდერი პირობითად გააქვს სწორი სტრატეგიული გათვლა ასვლები, ეს ყველაფერი უნდა შეაფასო რა არის შენთვის მთავარი და რა არის ანუ საზოგადოების პრიორიტეტი. და მსგავსი აქტივობები არ უნდა გამოგრჩეს და
განგაჟი და უნდა შემოკრა მაშინ როცა პროცესში და მაშინ როცა უკვე დამთავრებული ეს პროცესი და შენ რეალურად უცებ აღმოჩენ რომ ხომ დაეციონ და ისიც ნახოთ რა იზავენ რა. მე პირადად რომ ვერ წარმოვედგინა, სანამ არ შევეხებოდი ესე ვრცლად სიღრმეში რომ თუ რუსებს ჰქონდათ ასე ძლიერი პოზიციები არქტიკაში. ან ჩემი პირადი პოზიცია იყო ეს რაღაც მითი ისეთი იყო შექმნილი რომ რუსები არიან წარმოუდგენლად ჩამორჩენილი ქვეყანა და არქტიკაში ხლა მათ რა უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ უცებ აღმოაჩინე რომ თურმე თითქმის საუკუნეა რაც რუსები არქტიკაში ფეხმოკიდებული არიან და ყოველწლიურად ძლიერდებიან და ამ დროს ევროპა და დასავლეთი ვაიმე იქ რაღაც სიცივე და მე იქ ჯერ ვერ წავალ, სანამ მზე არ გამოვა და არ დაადნობს ყინულს და როცა ყინული დაადნო იქ მარტო მდელო კი არ გამოჩნდა, რუსებიც გამოჩნდა, რომ თურმე აქ ესენიც ყოფილან რუსები და ეს მდელოს დაადნობა, ყინულის დაადნობა მთლად კარგიც არ იყო და ერთი ის გავახსენდა. მოუწევთ გამოფხიზლება. ერთი ისტორიული პასაჟი გავახსენდა. კალკის ბრძოლა, ესეთი მნიშვნელოვანი ბრძოლა რუს სამთავროებსა და მონღოლებს შორის და როდესაც მონღოლები აი ჩვენთან რომ გაინავარდეს თავის დროზე და შემოგვიდნენ ჯები და სუბუდაი, იქ რუსებმა აღიქვეს ესეთი რაღაცა რომ ნუ ეხა რუსები მიჩვეულები იყვნენ ამ მომთაბარე ტომებთან და ნუ ყივჩაყები ხაზარებით ესენი ხო ჩამორჩენილები არიან და ამ დროს უკვე ჩინგისხანის არმია ჩინეთში ილაშქრა კატაპულტების ხელოვნება იცის და მოკლედ გაანადგურეს რა. აღქმაში ჩვენ დაგვიტოვეს, ანუ ჩვენ რუსიც, მათ შორის მიუხედავად იმისა, რომ ისტორიაში ჩვენს გვერდით არის, ხო, კი. კი, მაგრამ ის მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აი მათთან თანაცხოვრების ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ისტორიაში ბევრი მომენტი გვაქვს რუსებთან ურთიერთობის. მტრობის რაღაცა პირადი ურთიერთობის მნიშვნელობა არ აქვს. ამის გამოცდილება გვაქვს, მაინც თანამედროვე ქართველებს გვასწავლეს რუსი ამერიკული ფილმებით. და მან ჩვენი ცნობიერებაში მოხდა გადატეხა. არ აინტერესებს. ჩვენ თუ გონია რომ ვიცი რა, ეხა მაიამი ბიჩის ნაერი სანაპირო თუ რუს თუ არა აქვს, ეს მისთვის სახელმწიფო პრობლემაა. ფეხებზე კიდია რუს თავარია, კონდეს გამართული ტანკი. და ეს გამართული ტანკი მივიდეს აბუტიდან ბ-პუნქტამდე ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს. მათ შორის კიდე აი ხშირად არის ხოლმე აი უკრაინის პროცესებზე რა და მათი უკრაინელების სიმამაცეზე და აქცენტი კი მე მესმის უკრაინული პროპაგანდა, იმიტომ რომ შიდა იმაში, როცა ომში ხარ და შენ ანუ ხა იმაზე არ მაქვს რატო დაიწყესო ვინდა ნუ ომში რომ ხარ, უნდა გააძლიერო შენზე მითები და შენს ვაჟკაცობაზე და შენს ძლიერებაზე, მაგრამ ნაპოლეონი რუსებთან ყველა ბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა, მათ შორის ბოროდინოც მოუგო, მაგრამ ომი წააგო. ანუ მე ამით ისიც თქვა მინდა რუსის ფენომენის ახსნა ჩვენ არ უნდა დავიწყოთ დასავლური პრიზმიდან. არ გჭირდება შენ დასავლური პრიზმიდან ყურება. ის თავის იდეოლოგიაში გაყურებინებს შენ, იმიტომ რომ შენც მისი გეოპოლიტიკური სტრატეგიის ნაწილი ხარ, რომ იყოს შემაკავებელი რაღაცა პატარა მარცვალი რუსებისთვის. შენ სხვა ობიექტური დასკვნა უნდა გამოიტანო და ფეხებზე კიდია რუს კარგად იცხოვრებს თუ არა ნატაშა რა, მისთვის თავარია ივანს გონეს იარაღი. რა არის პრობლემა ჩვენი საზოგადოების ამ შემთხვევაში და ზოგადად დასავლური საზოგადოების რომ თუ შენ ამბობს სიმართლეს ხარ რუსეთუმე. აი კი ბატონო. მე როცა დაიწყო თუნდაც ომი და დღესაც მინდა რომ გაიმარჯვოს უკრაინა. ეს არის ცალსახა, მაგრამ მე რო ვამბობ რომ შევხვევთ ანუ მათ ძალთა ბალანსს და თუნდაც რა პირობებს გაგრძელდა რომ უკრაინას ამ ეტაპზე არ აქვს შესაძლებლობა რუსი დაამარცხოს, ეს იყო წარმოადგენილი როგორც შენ ხარ რუსეთომე. ან როგორც დღეს ხედავთ რომ აი გუშინ და გუშინ წინას პერიოდი აქტიურად არის ევროპელი ლიდერები რომ ჩვენ ვილაპარაკოთ რუსეთს. ეს ამ თემასაც გადავიდეთ ხა ეს ახალი ტენდენციაა. ყველა კი რომ რუსეთის გარეშე და მოლაპარაკების გარეშე ეს პრობლემა არ გადაწყდება. ანუ ჩვენ მაგას ვამბობთ ახლობით 3 წლის წინ 4 წლის წინ რომ რუსეთი აქ მნიშვნელოვანი მოთამაშე არის, რომ რაც არ უნდა იყოს ახლა ეს აკაცუკებმა რუკაც არიციან ხო პირობითად რომ ანუ შეხედე რუკას ვინ არის შენი მეზობელი და რა ტერიტორიას ფლობს და შენ ვინ ხარ. ანუ მეც მინდა რომ დავიბრუნო აფხაზეთი და ეს ოსეთის ტერიტორიები და ჩვენი იყოს ცხინვალი და აფხაზეთი, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ჯერ უნდა გაძლიერდე რომ შემდეგ იფიქრო შეტევაზე პირობითად ანუ არ შეიძლება შენ ხო უნდა გაიხედო უკან რა მოხდება როცა მთლიანად ჯარი 50000 კაცამდე ყავს ტექნიკა არ ყავს შესაბამისი შენ როგორ უნდა გამოცხადო რუსეთს ომი ჩვენ ხო გვახსოვს მაგ მოთხოვნები რომ აი ეხლა გავისეირნოთ და შევიდეთ და რატო არ მოგდანოთ იგივე შეიარაღებას ანუ ამ ეტაპზე ის იყო გამორიცხული და ეგ არის სახელმწიფო ლიდერი რომ სწორად განსაზღვრო როდის შეუტიო როდის უნდა დაიხე უკან სტრატეგიულად
ეს არის დღევანდელ ხალხს, მაგრამ ეხლა არიან ძალიან ცუდ მდგომარეობაში. იმიტომ რომ ხედავენ ვინც მათთვის იყო, ანუ ესე ვთქვათ, სიმართლის ეტალონი თუ ვის ქმედებასაც ეცნი ბაძავდნენ, ევროპა ავიღოთ იქ კალასი, ბორელი და ასე შემდეგ და ევროპის ქვეყნების ლიდერები. დღეს ყველა გამოვიდა და ფაქტობრივად რიგი დააყენეს. ყველას უნდა უყურეს საუბარი და ლავროვმა ცეცხლ ნავთი დაასხა, თქვა რომ მე ჩვეულებრივ ევროპის ლიდერს ველაპარაკებთ, ისინი მეუბნებიან რომ ძალიან გთხოვთ არ გასაჯეროთ ჩვენი საუბრები და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. ანუ რა გამოდის რომ აქ რუსთაველზე ანუ ეს არ მინდა ცუდი სიტყვა ვიხმარო და ჯგუფს ვიტყვი, მეც აღარ დავაკნებ, ანუ რაღაც ადამიანის ჯგუფი რუსთაველზე დგას იმის გამო რომ რუსებს არ დაველაპარაკოთ, რუსეთი ცუდია და ამ დროს გამოდის მათი მენტორები და ჩვენ ჩავიდეთ მოსკოვში და ეს უკვე რეალპოლიტიკის მოცემულობა. ესე ლავროზე რაც გაიხსენე, ამ დღეებში იგივე თქვა ჯედი ივენსმა, ოღონ გრენლანდიაზე ფარულადო მეუნებიანო რომ ხო, ფარულადო მეუნებია კიო ყველაფერს თან ახმავართო, მაგრამ უცებ გამოდიანო და მე ეთერებში სხვანაირად საუბრობენ. როგორ ჩანს ევროპას ეს ჩვევია რომ ერთი არის მათი ოფიციალური სატელევიზიო პოსტი და მეორე კაბინეტის ჩემი იმიჯი არ ჩამოვამწვი ხა ევროპის ბიუროკრატიის წკიბზე კიდია ევროპის ეს სისტემა ევროპის ბიუროკრატიული სისტემა გადაყვება და დეკონსტრუქცია მოხდება დაახლოებით ისე როგორც ბაიდენის სისტემა იქით ოკეანის მიღმა ჩამოინგრა. ეხლა ის შეერთებული შტატების კონგრესის კომიტეტის ანგარიში ადაც ისაუბრე შენთან აი ამ ჩვენი საუბრის დასაწყისში რომ ცენზურა დააწესეს მათთვის მისაღებს სიტყვებზე და პლატფორმებს და ამით ზღუდავდნენ და ამას რომ შეერთებული შტატები თან უნგრეთის არჩევნების წინ ამ დოკუმენტს დებს, მე ჩადის, მე ტრამპი წერს სპეციალურ პოსტს ორბანის ხანდასაჭერად. აქ სხვა რაღაცა რომ ანუ ამ ადამიანებმა ხა ევროპის გეოპოლიტიკა თვითონ ფუნქცია რომ დაღმავალია, გასაგებია, მაგრამ ბიუროკრატია საერთოდ ჭაობშია რა და მათთვის მნიშვნელოვანია რაღაცა იმიჯური გადარჩენის ამბავი. თუმცა ხა კიდე აქ შემოვიყვანოთ ჩინეთი. რუსეთთან ერთად დავინახეთ ჩვენ რომ რიგი დადგა ევროპელი ლიდერებისა სამხრეთში. ფორდელაიანი ჩავიდა ინდოეთში და სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ჩვენ რაღაც ისტორიულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა რაღაც სიბრიყვე თქვა ძალიან დიდი. ახსოვთ ინდოელებს ამათი ისტორია და ამათი ოკუპაციებიც კარგად და სტრამერი ჩავიდა ჩინეთში და ხა შოტლანდიური ვისკის გატანაზე და ვაჭრობაზე და შეღავათებზე ყოველ შემთხვევაში შეერთებული შტატები ამბობს ერთის მხრივ რომ ჩემი მთავარი მოწინააღმდეგეა ჩინეთი და თავის დოქტრინაში დასახა ახალ დოქტრინაში ყოველდღიურად ცდილობს რომ ჩინეთის შეკავის პოლიტიკა აწარმოოს ტრამპმა მიუხედავად ამისა თვითონ ტრამპის დაელაპარაკა სიძიპის და გამოთქვა სურვილი რომ აპრილში შეხვედრა უნდა შედგეს მათ შორის ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და ევროპელი ლიდერებიც ჩაფრინდნენ სამხრეთში ანუ ევროპელებმა ესეც აღიარება მოუწიათ რომ გლობალური სამხრეთის დომინაციის ხანაში შეიძლება შევიდეთ. აი ჩვენთან ხომ ეს შეიქმნა ერთის რუსეთის მითი რომ რუსეთი არის ცუდი. მეორე ზოგადად მსოფლიოს შეიქმნა მითი რომ სიბოროტის იმპერია არის ჩინეთი. და მათთან ანუ კომუნიკაცია რაღაც წითელი ხაზები იყო გარკვეულწილად რაღაც წლების განმავლობაში. დღევანდელი მოცემულობით უკვე იქ მაკრონი იყო ჩასული და პირდაპირ გაგებით ეხოცა თვითონ დასვა სადღაც უდასვა. დიდმა კიდას ექსპორტო გახსოვს? ეგ სასწაული ფაქტია. ეს რუსეთ პუტინთან რომ იყო? არა, ჩინეთში. პუტინმაც იგივე გაუკეთა. და ჩინეთში ხო არ მოხდა. ანუ ეხვეწებოდა რომ ჩვენთანო გარკვეული ინვესტიცია განახორციელო. ახლა ხანს იყო ჩასული ალბათ 2 თვის უკან მაქსიმუმ. ჩავიდა კანადის პრემიერი. ჩავიდა ბრიტანეთის პრემიერი. ტრამპი ახლა მალე ჩავდა. იმის თქვა რომ ამ ქვეყნებმა დაინახეს რომ ჩინეთი თურმე რაღაც ბუღა და ცუდი კი არ არის, მას შეუძლია კონსტრუქციული ურთიერთობა, იგივე ეკონომიკის კუთხით და თან ჩინეთი მრავალ სფეროში ადრე ჩინეთი უბრალოდ აი ბაზარი იყო რაღაცას იყიდდი პირობითად, ანუ მეტი ფუნქცია არ ხონდა. დღეს უკვე ჩინეთი ის კი არა რომ ბაზარში შეხვდა რაღაც იყიდონ, ბაზარი ჩინეთი გახდა ლიდერი სახელმწიფო საწარმოა რა. მრავალ დარგში. და ის საინტერესო ფინანსური რესურსი აქვს ძალიან დიდი და უკვე საინტერესო გახდა მრავალი ქვეყნის მას როცა თან სავაჭრო ბაზარი საკმაოდ მრავალრიცხოვანია ჩინეთის და მას როცა ამერიკასთან რაღაც სიტუაცია დაეძაბა და იგივე ამერიკამ დააწესა გარკვეული სავაჭრო ტარიფები ჩინეთს ამ ყოლებს არ აკეთებს არ აწესებს ამ ტარიფებს და რაც თორე ჩინეთი შენგან არ ითხოვს
ანუ ეროვნულ პოლიტიკაში რაიმე ცვლილების შეტანას. და არც იჭრება სხვა ტერიტორიაზე ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობის. ის მხოლოდ გეუბნება რომ მოდი ვიყოთ პარტნიორები, რაღაც საკითხებში გქონდეს თანხwebdriver, შენ გაატარ შენ ეროვნული ინტერესები და მე ჩემს გავატარ. და არც შენი ადამიანის უფლებების ის არ მაინტერესებს. კი, ანუ თავისუფლებას ვაღიარებ, აი ვესტფალიური დღესასწაული რაც იყო საერთაშორისო პოლიტიკაში, ვაღიარებ სახელმწიფოს და სახელმწიფოს წარმომადგენლებს დამთავრდა იმის იქით მე არ ვიჭრები შენს იმაში და ეს კომფორტულია მათთვისაც, ვისაც უნდა ურთიერთობა. დასავლეთის პოლიტიკა როგორი ერთი ხელით ის თავრობებს უჭერს ხარს, მაგრამ მეორე ხელით აფინანსებს რადიკალებს, რომელიც ეს თავრობა უნდა გადააგდოს და დაყავდა იბატონეს აკეთებს რომის მარტივ იმას ახორციელებს. ჩინეთზე გამოვიდა მსოფლიო ასპარეზზე საკმაოდ ფინანსურად ძლიერი, ტექნოლოგიურად მოწინავე, იმიტომ რომ ჩვენ რომ ნახოთ ჩინეთში იგივე რობოტები და ხელოვნური ინტელექტი რა დონეზე აყვანილი, მერწმეთ მსოფლიოში, ახლა ევროპა მით უმეტეს რაღაც როგორც ხუმრობენ ხოლმე აი ბოთლის თავსახურზე რომ გააკეთეს ახლებური. ეს ამათ ინოვაცია იყო ბოთლზე რომ არ ვარდებოდა. ეს კი რაღაც ირონია, მაგრამ ძალიან შორს არ არის სიმართლისგან, რადგან ჩინეთი არის ანუ კოსმოსშია გასული. ევროპა კიდევ ისევ ამ ერთ ადგილზე, ასე ვთქვათ, მათ შორის ეკონომიკურად ერთ ადგილზე არის. და აი ამ ჩასვლით ხა. ამ ჩასვლით ყველამ დაანახა იგივე ამერიკას, რომ შენ თუ ჩვენთან რაღაც მათრახის პოლიტიკას განაგრძობ, ჩვენ ვნახეთ მეორე დასაყრდენი და ეს ჩვენ ჩინეთ გაუხსნით გზა, ანუ ევროპამ დაიწყო თავისი ფუნქციის, აი ხო, იტალიამ განაცხადა, რომ მეტ ინვესტიცია საჭირო ჩინური ინვესტიცია იტალიაშიო. ეხლა უკვე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და ეს ხო დომინოს პრინციპით მოქმედებს. თავარი იყო პირველი ნაბიჯი მიგადადგა და უკვე შემდგომ აქ ნელ-ნელა სხვებიც მიყვებიან და კანადას მნიშვნელოვანია, რადგან კანადა ტრამპი მუდამ ამბობს, რომ 48 სტატიაა. კი. და უნდა მას რომ ეს კანადა მოკლედ იყოს ამერიკის შეერთებული შტატების საკუთრება, რაზეც რა თქმა უნდა კანადა წინააღმდეგი არის და კანადა წინდან წავიდა ჩინეთში ახლა იქ მერწმუნე სოიოს გაყიდვა არავის არ აინტერესებს, როცა ქვეყნის ბედი წყდება. და ვილსონ შეითა რა უნდა და მაშინ ჩვენ ამაზე პირველი ჩავედით ჩინეთში. ანუ რამ გააგიჟა ვილსონი და რამ გააგიჟა ვილსონის ბიძაშვილი ქართველები. ანუ ჯო ვილსონს უბრალოდ აი ის დავწერე ირონიით და ეხლაც ვიტყვი რომ ინდივიდუალურად უარგესი ადამიანი რომ ეპშტეინის ფაილებში კი არ ფიგურირებს ჯო ვილსონი არავინ არ არის. შემთხვევით ნახე მე ჯო ვილსონის ინსტაგრამი დავათვალიერე. ანუ თეთრ სახში ატმის რეკლამა აქვს გაკეთებული. ანუ ადამიანი არის რომელიც ჭიაბაიაშვილა ხო არ ჩაუტარებს. ანუ ყუთით დგას იქ ანუ ადამიანი არის რომელიც თუ გარკვეულ თანხას გადაუხდი და რომ ნახო მაგის ფოტოები ინსტაგრამზე. აბსოლუტურად ყველა მეტნაკლებად ცნობილი არაცნობილი ლიდერებთან არის სოფლიო ხო რაღაც ქვეყნები რომელიც უფრო თქვა გერმანია და რაღაც ბოცვანა რაღაც ეგეთ. ყველა ადამიანთან გადაღებულობს ფოტო. ყველასთან ცდილობს რაღაც საერთო კონტენტს რომ როგორმე ფინანსური კუთხით რეკლამა გაუკეთოს და ფინანსურად სარგებელი მიიღოს. და შესაბამისად, როცა ჩვენ იქ ჩავედით და გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობა და მათ შორის ეგ საინტერესო ნახე რა არის. ჩინეთმა ყისიერად ჩვენ მოგცა 90 დღიანი უვიზო მიმოსვლა და ბრიტანეთთან ეხლა ეწერება ხელი თუ მოეწერა თავს. გარდა ამისა ჩვენთან უკვე დაინიშნა პირდაპირ ავიარეისები და ეხლა უკვე მეორე ინიშნება. ეს მოხდა სტრატეგიული ხარშეგრობის გაფორმდა მაქსიმუმ 1 წელში, წელიწადში რაღაც თვეებში. ამერიკა და მათ შორის სავაჭრო კუთხითაც გარკვეული შეღავათების სარგებლობს ქართული წარმოების პროდუქცია. ამერიკის შეერთებული შტატებთან რამდენი წელია ჩვენ გვაქვს სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება შეგვიჩერეს ახლა მე ბონუს მაგრამ ბაიდენმა რამდენი ათეულობით წლის განმავლობაში ქონდა, მაგრამ არც უვიზო მიმოსვლა ქონია, არც პირდაპირ ფრენები არ ქონია. ანუ ეს მარტივი მაგალითი აჩვენებს იმას, რომ როგორ დამოკიდებულება აქვს ჩინეთის მისი პარტნიორის მიმართ და როგორ დამოკიდებულება აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მისი პარტნიორის მიმართ და ერთი საინტერესო ფრაგმენტი. აი თუ თქვენ დასავლეთში ახლა არც ის წარწერა კიდევ არის თუ რა უკვე ბათუმისკენ რომ მიდიხარ იქ გზებს აკეთებს ჩინური კომპანია. და დიდი ბანერი იყო, ანუ ქართულად ეწერა და ჩინურად იდეაში იგივე ეწერებოდა, რომ რაღაც ეს ჩინეთის სახელმწიფო კომპანია მადლობელი ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა მოვიმსახუროთ ქართულ ხალხს. და ეს ჩემთვის შოკი იყო პირდაპირ გაგებით, რომ პირველად შემხვდა უცხო კომპანიის და სახელმწიფო კომპანიის წარწერა, რომელიც მადლობელი არის იმის გამო, რომ მიეცა იმის საშუალება, რომ იმსახუროს ქართულ ხალხს. კი ბატონო, ხა ეს უკვე ეროვნული იდეოლოგიაზეც ბევრ ამას მეტყველებს ახლა ისეთი უნიშნულო ჟესტია, მაგრამ რეალურად ჩანს, რომ აქედან მათ დამოკიდებულება არის უფრო
პარტნერული და თანასწორუფლებიანი არის და ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ყოველთვის არის რომ მე შენზე კი ვარ ჩვენ მეგობრები ვარ პარტნიორები მაგრამ მე ვარ შენზე მაღლა და მე ვარ უპირატესი და ჩინეთს ეს არ ახასიათებს და ამიტომ არის ჩინეთის სასურველი გარდა ეკონომიკური კუთხისა ყოველ შემთხვევაში ქმნის ამ სასურველობის იმიჯს გეგმაზომიერად არ შეშლია და არ თავის არჩეული კურსით არ გადაუხვევია და რაღაც რადიკალურად განსხვავებული ქმედება არ გაუკეთებია. მოდი ახლა ჩვენ ნახოთ მომავალში ევროპა შეძლებს თუ არა ამ გეოპოლიტიკის თავისი გეოპოლიტიკის გადარჩენას იმ კუთხით რომ დამოკიდებული არ იყოს მხოლოდ ერთ პოლუსზე და შემოიყვანოს თამაში სამხრეთული გლობალური სამხრეთი ინდოეთი და ჩინეთი ამას დავინახოთ მომავალში როგორ განახორციელებენ კაია კალასები და მისი მეგობრები ან თუ ეგენი თუ არა ნუსხები ეხლა ჩვენ საქართველოს პარალელზეც რომ გადმოვიდეთ ჩვენ დავინახეთ რომ ჩვენ ესე იგი ჩავედით ჩინეთში და მე ეხლა ნახევარი ევროპა დაიწყო ჩვენი მაკრიტიკებელი ლიდერები და გავხსენეთ ეგ და აცილობენ დაახლოებით იგივე გზა გაიარონ და ამ ესე იგი ქართული მაგალითის ფორმულაში ძალიან კარგი რა ფორმულაში კარგად ჯდება ტრამპის ადმინისტრაციის და თვითონ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ახალი ინიციატივა, რომ 17 მაისი გამოცხადა ლოცვის დღედ. და ეს ამბავი რომ წავიკითხე, ანუ ხა ბუნებრივია რაღაცნაირად ის სხვანაირი შეგრძნება და მე ვფიქრობ, რომ ნეტა რას ფიქრობს ახლა ის ხალხი, ვინც ვაშინგტონიდან, USA-დან იღებდა ფულს და ყველა 17 მაისზე დაკვირვებული თუ ხარ ხალხი აქტიურად წერს რომ შენ რა ოჯახის სიწმინდე მეცინება შენზეო რომ ოჯახის სიწმინდე დღეს დანიშნავ იმიტომ რომ კარგად დარბიხარ იმაშიო რა საყვარლებშიო და რაღაცა და ქალს და ასე შემდეგ და ეხლა ჩვენ მე არ ვდებ თავს იმაზე რომ ისეთი ქრისტიანი ვარ რომ ჩემზე მაგარი მეორე არ არის მაგრამ აღდგომას აღნიშნავ ეხლა ვინს როგორი წმინდანია და ვინ როგორ იცავს ოჯახურ ღირებულებას ეს მათი საქმეა მაგრამ თვითონ დღე და ღირებულებას არ უნდა შეეხო და ყველა ესეთი მცდელობა რომ რამენად დაეკნინებინა ეს ამბავი ეს ოჯახის სიწმინდის დღის ამბავი იყო აი ჩვეულებრივი აი იმის გამოხატულება რომ შენ ამით ებრძვი დასავლურ ღირებულებას და ასე შემდეგ და ეხლა უკვე დასავლურში იგივე მოხდა რა თან ფაქტობრივად ნახე თუ ჩვენ გადავხედავთ 17-ში რაც ხდებოდა საქართველოში ანუ სოციალურ-ქსელებში იქ ბევრი იყო ჩოხით მოდიოდა პირობითად და ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით და იყო ეროვნულ სამოსში გამოწყობილოდა ეს ყველაფერი მიჩნეული იყო სიბნელეთ და ლამის რელიგია და ქრისტიანობა გამოცხადა თუ შენ ხარ ქრისტიანი თუ შენ რაღაც საკითხებში ანუ ქრისტეს ეთანხმები შენ უკვე ხარ ბნელი და მიუღებელი დასავლეთისთვის რადგან მათგან მოდის ეს გამოხატვის თავისუფლება ბრჭყალებში იმიტომ რომ რეალურად მონები არიან ჩვეულებრივი და ასე შემდეგ თავისუფლება ქცევის და ანუ ფაქტიურად ეხა რუსთაველზე და ტაიმს სკვერზე 17 მაისს შეიძლება ორი ხარეს ჩოხევიანი ხახვა იაროს და ისეთი რაღაც ასე ჯვრით ხო რეალურად ხო ანუ ისეთი რაღაც გააკეთა რომ მთელი ეს ანუ ამათი ნარატივი რაც წლობით აშენეს რაზეც ანუ მყარად ეგონათ რომ იდგნენ ერთი სიტყვით ტრამპა დაანგრია და ის რის გამოც პირობითად მე და შენ გვებძოდნენ აღმოჩნდა რომ მართალი ყოფილა და ისინი ანუ არასწორები არიან და მათთვის დავალების მიმცემი ადამიანი რომელიც ანუ ადამიანი ისე კოლექტიურად ვამბობ და არა პიროვნულად ვაშინგტონიდან ვინც აძლევდა მათ დავალებებს დღეს აღმოჩნდა რომ ეს უკვე ვაშინგტონი იძლევა რადიკალურად განსხვავებულ დავალებას რომ ეს დღე არის საყოველთაო ლოცვის. ეხლა ჩვენ ახლა პროამერიკელები გამოდივართ. რა გითქვამი და ანუ 17 მაისის აღნიშნული ხალხი ოჯახის სიწმინდის დღეს მის აღნიშნავ და დღეიდან გამოდის პროამერიკელი და აქამდე იყო პრორუსი. ესეთია ცვალებადია სამყარო. ანუ ერთი სასულაო ანუ რეალურად ერთადერთი მოცემულობა ჩემთვის და ანუ შენთვისაც რადგან ვიცნობ შენსაც ვთქვათ ბიოგრაფიას არის რომ ეროვნული ინტერესები და საქართველოს ამიტომ ჩვენ ანუ ეს შევძლებთ ვთქვათ ღიად რომ ვართ პროქართველები, მაგრამ დღევანდელი მოცემულობით ამ აკაცუკების თვალში უკვე პროამერიკელები გამოვდივართ. ხო, არ ვიცი, მე თვალში როგორ გამოვდივარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ანუ ესეთი ალგორითმი ჯდება უკვე და. უშე გვიწოდებდნენ პრორუსებს დღეს პროამერიკელები. დღეს უკვე მათთვისაც კი? კი, ბატონო. ვართ პროამერიკელები, მაგრამ რეალურად ჩვენ ვართ პროქართველები და ჩვენ გვიყვა ჩვენი ქვეყანა და ეს ამშულოა. ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილი მართლა ეს არის და მე თუ რაღაცას ვამბობ,
ეს იმიტომ რომ უფრო ვიღაცას მოეწონს, რომ მე ვამბობ რაღაც გარკვეული ანალიზის შედეგად ფაქტებს დაფუძნებულ რეალობას ვამბობ. და ეს შენ არ უნდა უარყო ფაქტები. თუ საბოლოო ჯამში ისევ შენ გიცროდა მე იმედებით ეს აი აკაც უკებიც ხო ეს ვინც დღეს გარეთ რუსთაველზე დგას მას რომ ფაქტები უარყვეს დღეს მოვიდა მოცემულობა რომ თლიანად მათი ეს დღის წესრიგი რაც ბუშტებით მაგრამ მე მჯერა რომ რუსთაველზე კიდე დგას ეს ხალხი ვისაც ზოგ შეიძლება პირადი ისტორია და გაბრაზებულია მაგრამ შეუძლიათ რაღაც მომენტში რაც უფრო ადრე რაღაცას გადაანალიზები უფრო უკეთესია რა და იგივე რუსთაველზე მდგომ ხალხისთვისაც მათ თავის დროზე აურიეს მიზანი და პროტესტი რომელიც მართლა შეიძლება და სუფევდეს აქ ქვეყანაში იმ ძიმეს რაღაცა სოციალური თუ ეკონომიკური პირობების გამო რომელსაც ხალხი გრძნობს ამას ხო მაგას ხო ვიტყვით რომ ყველა მაგას ხო რა თქმა უნდა ამას ეს გადაუხარშეს რაღაცა სხვა მიზანი მიცეს არა რუსულ კანონს არა რუსულ იმას არა რუსულ ამას და ისევ აი ამ დასავლური მარტივი გეოპოლიტიკური სტრატეგიის გეგმის ნაწილი გახდა და მოპარეს პროტესტი და მე იმედი მაქვს რომ პროტესტის დაიბრუნებს ეს ხალხი და დაიბრუნებს ისე რომ ჯანსაღად დავიწყოთ ოპონირებას მონების სახელით კი არა ერთმანეთის მიმართ არამედ იცი რა გეუნები კაცო 66-ში სამხედრო ბაზა გახსნა რუსმა ამ პერიოდში სანამ ის დამხსნიდა მთელი ევროკავშირი მაგრიტიკებდა მე ეს სწორია ხო და კი ბატონო და ერთ ჩავამატებ რომ აი გუშინ ხო ტრამპა თქვა ეს ჩვენით მაისი იქნება საყოველთაო ლოცვის დღე და ჯერ გააზრებული არ ხოთ ამათ რა მოხდა და უცებ დღეს გახდა ცნობილი რომ ევროკომისია აპირებს უცხოური ძალების ჩარების რაღაც აქტის მიღებას და საქართველოს თხოვს კი ბატონო გამოსვლებს გაზიარებას და ახლა გითხრა ეგ ბოლომდე ვერ გავიგე და ვერ იდებოდი თქმას ალბათ შემდეგ გადაცემაში კიდე გაირკვევა რა მოხდა იტრაური იყო ხო ანუ რისაც იბრძოდნენ ყველაფერი აღმოჩნდა თურმე არა რეალური ყველაზე მაგარი ხება რომ გაუზიოთ გამოსვლება და მე ჩვენ დაუწყევთ რომ არა რუსულ კანონს რაღაცა ოღონდ იმაში ხო თუ რეალურად დღევანდელი მოცულობა ხო ასეთი არის რომ რადგან ისაუბრა ქართულმა სახელმწიფომ რამდენიმე წლის უკან იგივე საუბრობს დღეს უკვე დასავლეთი ან ეს მოცემულობა არის ანუ ეს იცი როგორ საკითხია რომ ეს ილუზია არ არის ან რაღაც ფაქტებს დამახინჯება ეს არის მოცემულობა რომელიც დღეს არსებობს ეს თუ შეცდა აზროვნებთ ლოგიკურად უნდა მიიღო და რაღაც ანალიზი გააკეთო რომ მრავალ საკითხში საქართველოს მთავრობის პოზიცია თურმე ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა დასავლეთის პოზიციას და ისინი დღეს მიხვდნენ რომ თუნდაც იგივე ეკონომიკური ანუ სანქციების ნაწილი მერც თქვა რომ არავინ არ არის ვალდებული შევერთოთ ჩვენ სანქციებს ანუ აქამდე თუ ვალდებულები ვიყოთ შევერთებოდით და ჩვენ საერთაშორისო სანქციების ნაწილში შეერთებული ვართ და ყველა სანქციას ვიცოთ ვასრულებს ასე ვთქვათ გუშინ გამოვიდა რომ ეს სავალდებულო სულაც არ ყოფილა. ხო და ასეთი ორმაგი ბევრი რამე გამოა კიდე საუბარს აღმოჩნდება რომ არ ყოფილა. ასეთი ორმაგი სტანდარტი უბრალოდ ამ ადამიანს აქ ირონიის გარეშე რომ მეწოდებიან იმიტომ რომ ანუ სამყარო რაც იყო მასრიგულ შექმნილი სამყარო ეს ჩამოეშალათ. და დიდი იმედგაცრუება აქვს ამ კუთხით ობიექტურად ვამბობ რომ მართლა მეწოდებიან და ირონიის ანუ 1% არ არის რომ ისინი რაღაც იბრძოდნენ თავის სიმართლეს და აღმოჩნდა რომ ეს სიმართლე არ არსებობდა თუ და სხვა რამე ყოფილა სიმართლე. ხო და მოდი სიმართლე თან შევაჯამოთ და თან რაღაცნაირად დავიმშვიდობოთ უკვე ჩვენს მსმენელსაც. თავარი არის რომ სიმართლე ვიძებოთ ერთად. ოღონდ ერთმანეთს პატივისცემის დადასტურებით და არა იმით რომ შენ რუსი ხარ და მე ამერიკელი და შენ ფრანგი ხარ და მე ინგლისელი. ყველანი ვართ ერთი ქვეყნის შვილები. უბრალოდ ნუ გაგიჟდები იმაზე რომ სადღაც იქ ჯო ვილსონი ან ვიღაცა რაღაცას გეტყვის, მე ამას აწევს და დაფიქრდი, რუკა გადავშალოთ და თუ გონია სიმართლე, მაშინ მოდი გავისაუბროთ. მე არ მგონია სიმართლე და როგორც აღმოჩნდა საბოლოო ჯამში რა, აღმოჩნდა ისე რომ 17 მაისი გახდა საყოველთაო ლოცვის დღე. კი. აქ უწერწილ და ერთ დავამატებ რომ აუცილებელი არის რა თქმა უნდა დიალოგი. ეს არის ანუ მარტივი ჭეშმარიტება, მაგრამ ამ ადამიანს ახლა პირად შეტყობინებაში ბევრი შეტყობინება მომსვლია ხოლმე და კი მეც მომდის ახლა. თავიდან მეუბნებოდი ნომერი დამწერე მე. მაქსიმუმ რაღაც 1-2 ადამიანთან გამოსვლია კომუნიკაცია. სხვა ყველა ადამიანი გაყნევს შეწყობს და გბლოკავს. ანუ პასუხსაც არ ელოდება. და ასეთი ფორმით რა თქმა უნდა ჩვენ ერთ აზრზე აი ვერ როგორი რაღაცა იცი 90 წლებში ტელეფონს არაკი შეაგიდებდა და გათიშავდა. ეგეთი რაღაცაა. მე შენ რაღაც მოგწერო დაგბლოკო. იქნებ ჩემს აზრზე ხარ შენც და ანუ რაღაც ან საუბრის შემდეგ
ვაახლოებს და აზრებს და ამიტომ ეს მოცემულობა აღარ იმუშავებს. მომაყენა შევწყობს და გაიქეცი, ანუ თუ დიალოგი გინდა ვისაუბროთ და შესაძლოა რაღაცაში მე დაგეთანხმო, თუ რომ შევცნობი არავინ და რაღაცა მეც ხომ მჭირდება რაღაც ეგრე არ არის გიორგი, ესე არის რა ვიღაცა ხო სწორად რა ეხლა შევწყობას მაყენებ მეც ქართველი ვარ და მეც კავკასიელი ვარ ბოლო დამთავრდება და მორევაზე ხო არ ვიქნებით ალტერნატივა რა თან სულ რა ვართ ხო 3 მილიონი ადამიანები ვართ სულ ანუ საქართველოს მეტი არ ვართ და ესეც ერთმანეთში ქიშპობაში არ უნდა გავლოთ ეს ჩვენი და თან რა ეპოქაში გადანაწილება მიდის ჩვენ თვალწინ და ჩვენ ამ დროს ერთმანეთში ვტრობთ და ბოდიში ვაგინებთ ერთმანეთს და ამით გავყავთ წლები და ჩვენ მე ხო და თან მე მგონი უკვე სიამოვნებს და ცუდი ეგ არის რომ ყოველდღიურობაში გადაგვიზრდა და ხო ეშხი შევედით და შევხედოთ სამყაროს რუკები იცვლება ყინული დნება არქტიკაში კოლონიზაცია და დანია შეიძლება გრენლანდია ჩამოერთო რუკები იცვლება და შენ სანამ რუკას შევცვლი ჩვენს ქვეყანაში და რუკაზე რაც არის იმ ტერიტორიას ფაქტობრივად დავიბრუნოთ, მოდი ჩვენი თავი შევცვლოთ, როგორც ამას ტოლსტოი იტყოდა. და არაფრის მომცემ დისკუსიიდან გადავიდეთ რეალურად საქმიან დისკუსიას. ეს არის ჩემი პროცესი და ეს არის ალბათ ამ ყველაფრის საკუთრივი გადაწყვეტა. კი ბატონო, მადლობა კიდევ ერთხელ დღევანდელი სტუმრობისთვის. დიდი მადლობა მოწვევით და მინდა გისურვოთ, რომ ზოგადად მსგავსი სივრცეები საქართველოს სამწუხაროდ პრობლემური არის და გისურვოთ წარმატება, რომ უფრო განავითარო შენი ეს პროექტი და თავის სიტყვა თქვას ამ პოდკასტმა რაღაც თუნდაც იგივე საზოგადოების შერიგების თუ განვითარების ნაწილში. დიდი მადლობა, გაიხარე.